მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიდეთ ყველა ის ადამიანი, ვინც ხართ პატიმრობას აშინა, განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანები, ვისაც გაქვთ რაღაც პრობლემები, ისეთი რაც ცხოვრებისეულად რაღაცა რთული გადასატანია, ხო ყველა სიკეთე და სიხარული მინდა გისურვო და დღეს ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი მამა დავით კონჯარია, რომელიც ყოველთვის ხოლმე გვახარებს ხოლმე და სხვათა შორის დღეს ესეთი რაღაცნაირად თემაც ისეთი მინდოდა, რომ რაღაცნაირად ისეთი ყოფილიყო, იმიტომ რომ მამაოსთან ძალიან ბევრი საათები გვაქვს ნასაუბრები, ბევრ თემასთან დაკავშირებით და მამაოს თვითონ ყოველთვის ყველას ახარებს ხოლმე რაღაცნაირად არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მამაოს რომ მოდის ჩვენი გაჭირვება გვავიწყდება რაღაცა, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, რომ მართლა ადამიანურად მინდა რომ თქვა, რომ მამაოს ხოლმე ხა ირგვლივ ხალხი არის რაღაცა, მაგრამ მამაოს რო უჭირს, არ გაგზნობინებს ხოლმე. რაღაცა ეგეთი ადამიანია რა და ამ დღეს რაღაცნაირად ისე მამაო ეხა არ მინდოდა რო არ მეთქვა, არ შეიძლებოდა მამაო თქვენი ძმის პოსტი რო დადეთ გიორგისთან დაკავშირებით, რაღაცა მენატრებიო, რაღაცა ისეთ რაღაცნაირად გულზე მომხდა, ხო? სონა იყოს ამ დიდი ადამიანის თქვენი ძმის, რა თქმა უნდა, ჯერ მარტო თქვენი ძმა რო არის და ისე დიდი ადამიანი იყო, ვინც კი იცნობდა, ყველა აფასებდა ამ ადამიანს და ახალი გარდაცვლილი ყავს ძმა და რუსად დავინახე ის, რომ მაინც თავისი ტკივილი და რაღაცაერთ ვერ შეიკავა და გადმოდო ესე და რაღაც პოსტი დადო და ამიტომ არის რაღაც ადამიანები გვენატრება, რაღაცები ხდება ხოლმე ჩვენ ცხოვრებაში და რაღაცა ვიღაცას გონია, რომ მოუძღვარ შეიძლება რაღაცა ყველა სახანს ეხმარება და რაღაცა თავისი პირადი ესის არ გქონდეს და ამ დროს აქვთ ადამიან წამიხე ვერ დამალა დღეს დაწერა. წარმოგიდგენთ, მამაო, ძალიან დიდი მადლობა, სხვათა შორის დაწერეთ, ისე იმოქმედა ჩემზე, რომ თან გამიხარდა, რომ დღეს ჩემი სტუმარი ვძანდებით რა, დიდი მადლობა ამისათვის და თუ შეიძლება მამაო, რა შეიძლება რომ რა მონახაზი შეიძლება თქვენი ფიქრიდან დღეს თუნდაც რომ გამოიტანოთ, რა შეგიცვალათ ამ ყველაფერმა მამაო, თუ შეიძლება ის წყალი რო გადადოთ თქვენ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ესე იგი, ნამდვილად საგულისხმო არის, რომ ეს გრძნობები კიდევაც უნდა ადამიანმა გამოიტანო რა და უნდა რაღაც გრძნობას გრძნობით უნდა უპასუხო, ეს საჭიროა და რატო არის რომ ჩვენ ის დაბადების დღეზეც მივდივართ ჩვენ სახლობლებთან და გარდაცვლილებთანაც და აუცილებელია მათი მოხსენიება, მოფერება, რაღაცა იმ გრძნობის გამოტანა, იმიტომ რომ ესე იგი ეს ხო ესე არის რომ შენ რომ მომიკითხავ, მეც უნდა მოგიკითხო რა. შენ თუ სიკეთეს გამიკეთებ გიორგი, მეც სიკეთით უნდა გიპასუხო. აუცილებლად თანხwebdriver სიკეთე უნდა იყოს, არ შეიძლება რომ ესე იგი შენ მე სიკეთე მიკეთო და მე ესე იგი რაღაც ხო რაღაცა არ ვაფიქსირებდი ამას. შეუძლებელია ეს და მით უმეტეს ახლობელ ადამიანებთან ახლა ერთჯერა და თუ კაცი ვერ მიგვაქცეს ყურადღებას, მაგრამ ჩვენ ხო ადამიანები ვარ და ამიტომ განსაკუთრებულად მინდა გითხრათ რომ ოჯახის წევრები, მეუღლეს მიმართ რა. თუ კი დაუშვათ შენი მეუღლე შვილებს გიზდის, ამდენ საერთოდ ამბობენ რომ ესე იგი იმის დამწრობის მერეო, მთლიანად დაიწვება. ყველაზე მეტი ტკივილი არის მშობიარობა, დამწრობის მერე ყველაზე დიდი ტკივილი მშობიარობა ქალში და ამ ხელად ტკივილს რო ხალი გადა, რა თქმა უნდა, მას ჭირდება პატრონობა, მას ნუგეში ჭირდება და მეუღლე როდესაც ქმარის შემთხვევაში, რომელიც სულ ზრუნავს და დაუზრუნავს, იმასაც თანხwebdriver ამ დროს მეუღლემაც სინთეზი უნდა იყოს, ხო? ერთი რო გაგიკეთა, შენ მეორე უნდა გაუკეთო და ესე უნდა იყოს, სიყვარულზე უნდა იყოს, არ შეიძლება რომ ცალმხრივად იყოს ეს და იმიტომ რომ ეს გრძნობაა რა და მით უმეტეს გარდაცვლილები და ეს ძალიან ისეთი სიტყვებია რა. რა მაინტერესებს, ეხლა თქვენ ხართ ძალიან გადატვირთული. მე მღვდელს არ ვიცნობ, ვინც თქვენზე გადატვირთული, მაგას ვაღიარებ, იმიტომ რომ ყველა წირვაზე თქვენ ხართ, ყველა ქვეყანაში თქვენ ხართ, რა ვიცი, არ ვიცი, რამდენს ყოფილი ხართ, არ ვიცი, მაგრამ რა მინდა იცით გითხრათ, რომ რაღაცა ისე რომ გადართული ხართ ადამიანებზე. ეხლა თქვენ ძმასთან მიმართებაში მაგალითად, რას ნანობთ, რომ ეს სიტყვაზე ბევრჯერ ხო შეგეძლოთ სიტყვაზე, მე არ გენახე რომ შეგაწუხებ სიტყვაზე ხან სამოთყოფოში ზიარებაზე ხან იმას და ყოფილიყავი თქვენ ძმას. რამდენჯერ შეიძლება დაბადების დღეზე ვერ მისულხარ, რამდენჯერ ალბათ, ხო? თუ შეიძლება მამაო და ეს ტკივილი ძალიან ბევრს აქვს. და როგორ უნდა გადაიტანონ, სულიერ კავშირს როგორ ამყარებთ ეხლა ისე რომ არ დაგაკლდეთ. ხო, ესე იგი, ნანობრო გვერდში არ მყავს რა. ალბათ ამას ნანობრო. რაღაცა უყურადღებობას მამაო თქვენი მხრიდან, ვინაიდან ძალიან დაკავებული იყავი და რაღაცა, ხო შეგეძლო სიტყვას ბევრჯერ გენახა, ბევრჯერ რაღაცა, ხო ყოფილა ეს შემთხვევა თუ არა?
ხო, იცით რა, აი, ყოველ შემთხვევაში კომუნიკაციას სულ ამყარებდი ერთმანეთში, იმიტომ რომ თვითონაც სულ აქტიურად იყო, სულ მიმყარებდა კომუნიკაციას და უფრო ალბათ ის არის, რომ ყოველდღიურობაში ახლა გვერდში არ არის რა და ეძებ ხო, ვეძებ, ხო, რაღაც აი მის ნათელ სახეს ვეძებ და დაგირებია თქო. ესე იგი, ის ჩემი ძმის ტელეფონი ჩემ ერთ-ერთ შვილს მივეცი სპეციალურად და ის სახელი დაუტოვე და რაღაცა ეს ნუგეში მაქვს რომ მირეკავს ხოლმე, უცებ შევწფუნდები ხოლმე რომ მეთქი ისა და ხო და მე ნუგეში ისა მაქვს რომ მას ყავს ძმა მღვდელი. ხო და ეს ჩემთვის ნუგეშია რომ მე მისი ძმა მღვდელი ვარ, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება და თან უფლება რო არ გაქვს რაღაც. მეტი რას გავაკეთებ და სულ აქედან სიყვარულს გაუგზავნი და იქ ახლა მამა და დედა იქ არიან და ერთად არიან ახლა სამივე და მე შევერთდები რა თქმა უნდა თავის დროზე მათ და ის ოჯახი ისო ერთად ვიქნებით უკვე ესე იგი იმიერში დამყავს რა თქმა უნდა აქ და ხო როცა უფალი მოგვიხმობს რა თქმა უნდა და აი რა თქმა უნდა ეს სულ ალბათ არის ეს რომ რაღაცა ვერ შევძელი რაღაცა დავაკელი მაგრამ აი ღმერთს მადლობა რომ ჩვენ გვაქვს ლოცვა და ესე იგი ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გამოვხატოთ ზრუნვა მიცვალებული სულისადმი და აი ეს რა თქმა უნდა სულ გვექნება და ღმერთს მადლობა რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ ეკლესიაში ვარ სასულიერო პირი ვარ და ესე იგი მეძლევა შესაძლებლობა რომ ესე იგი ვინუგეშო გუშინ მამა ბენიამინთან ვიყავით და გამევწირეთ იქ სვეტზე რა თქმა უნდა ყველა მიცვალებულები მოვიხსენე ერთი დავითი ყავს გარდაცვლილი კიდე რა თქმა უნდა მას სახელზე ვწირეთ და აი მამა ბენიამინი როგორი ნუგეში არის ყველა ადამიანისათვის და ესე იგი ძალიან მოგვეფერა რა ქვია რაღაც აი თან გვეფერებოდა თან ყველას ეფერებოდა იქ იმას ეუნებოდა აბა მიხედე არ დალიოს იმას ჩააცით იმას უმკურნალეთ ხვალ ჩაიყვანეთ თან ჩვენ გვაგზავნა და ყურადღებას და ესე იგი აი როგორც კეთილი მწყემსი ისე ყველასთან ესე იგი ყველას ისე მე რაღაცა კიდე ავედი რომ რაღაც მრევლი არის დამძიმებული რაღაცა იქნება ამაო იზრუნოთ მასზე და აი ჩვენ როცა ძალა არ ყოფნის მას ვთხოვთ რომ ის ჩაერიოს და აი ესე არის ეს რაღაცა აი გადაბმული მატარებელი არის რა და რა თქმა უნდა ამ მატარებლის თავში დგას ლოკომოტივი რომელიც არის ჩვენი პატრიარქი რა და ჩვენი წმინდა სინოდი და პატრიარქი არის რომელიც რა თქმა უნდა აი ამ ყველაფერს ესე იგი თაობს რა თქმა უნდა და ხელმძღვანელობს და მიუძღვის აი ამ დიდ რა თქმა უნდა ქართულ სივრცეს და ქართულთა ერთობას და ქრისტიანთა ერთობას და მადლობა უფალს რომ აი ჩვენ ვართ ისეთ გარემოში ვართ რაღაც 64-ის გარემოში ვართ ახლა ის რაც ჩვენ ვიხილეთ ახლა ეს ფაილები რა ვიხილეთ რაღაცები რა ვიხილეთ ესე იგი აი ეპშტეინის ფაილები და ესე იგი ნუ საშინელი სამჟავრო იმიტომ იქნება საშინელი რომ აი ეს ფაილები გამოცხადდება გიორგი რომელიც ფაილებულია ხო და იმდენად იქნება საშინელი რომ როგორც ცუდი გამოჩნდება ასევე უამრავი კეთილი გამოჩნდება და აი როგორც წმინდათა ცხოვრებას ვკითხულობთ და რო შეწუნდები რომ ესე როგორ ცხოვრობდა ეს კაცი ითქვა ხო აი მამა გაბრიელზე რო წაიკითხავ მამა ვიტალიზე რო წაიკითხავ რანაირად აკეთებდა კაც როგორ უნდა გეცხოვრა ესე მე ვფიქრობდი რომ აი სულ როცა მოვედი ეკლესიაში რომ აი მაშინ რომ ღმერთს განეცხადებინა ჩემთვის სარწმუნოება თქო რა უნდა გამეკეთებინა თქო აი იმდენად მძიმე იყო ეს კომუნისტური რეჟიმი და იმდენად ესე იგი რეპრესიული მანქანა იყო და ესე იგი ტოტალური და ესე იგი აი საშიში და აი ხო აი ძალიან როგორ უნდა შეწინააღმდეგებოდი მათ მეთქი ვფიქრობდი და პირველი წლები აი რო გავხდი ეკლესიური სკოლის დამთავრება აი ირღვეოდა და მე მამა გაბრიელი გავიცანით მე მამა ვიტალის ცხოვრება რო წავიკითხე მეთქი ნახე თურმე შეიძლება რომ ეს ხალხი აი ხო ცხოვრობდნენ რა და აი რაები გამოიარეს მამა გაბრიელის მარტვილობა ხო ეს წარმოუდგენელი რამ არის რომ
იქით მიეჭრა, აი როგორც წმინდა გიორგი და დიდმოწამეები აკეთებდნენ და დაუწვა, კერპი დაუწვა, მთავარი სათაყვანებელი ნივთი დაუწვა, რომელთანაც სწორება ჰქონდა მთელ საბჭოთა კავშირს, აი ისე იყო იდეოლოგია კომუნიზმისა, ხო და აი ყველგან ლენინის სურათი იყო სკოლებში და ყველგან იყო უკაცრავად მისი ძეგლები იყო ყველგან და აი ესე იგი ჯერ იყო ოქტომბრელი ხდებოდი, მე პიონერი ხდებოდი, მე კომკავშირელი ხდებოდი, მე ესე იგი პარტიაში შეყავდი და რაღაცა ეს ორგანიზაციები და ეს როგორ ქონდათ ყველაფერი, აი ესე იგი რომ ადამიანის გონებაში არ გაჩენილიყო რაღაც აი ღმერთის ადგილი, აი ლენინს ეკავა რა. აი ეს იყო ესე გაკეთებული იყო ეს ყველაფერი საშინლად და ხო და აი თურმე დიდება ქრისტეს და უფალმა განგვიცხადა თავისთავი და ჩვენ ახლა ვართ რა თქმა უნდა მორწმუნენი და ღმერთს მადლობდა. აი ეს განცხადდება და სხვათა შორის ძალიან საფიქრალი არის ერთი საკითხი რომ აი მე მახსოვს ის გიორგი ის ხალხი რომელნიც ჩვენ ესე იგი კარდაკარ დაგვსდევდნენ რა იმ პანდემიის პერიოდში და თურმე განცხადდა იქ ბილ გეიტსთან საუბარი რაღაცები ამ ფაილებში ამოვიდა რა თურმე ეს პანდემია არის მოწყობილი ყოფილა რა ესო განცხადდა და აი გახსოვთ კამპანია რო იყო სახში დარჩი მე ბუსტერი გავიკეთე მე ავიცერი არ წახვიდე ეკლესიაში ბუდელი გადაარჩინე აი ეს ხალხი დღეს კიდე ჩვენ ჭკუას გვარიგებენ რა ისევ დგანან და სხვა მიმართულებიდან ჭკუას გვასწავლიან, რომელნიც ესე იგი მაშინ სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდნენ, მკვლელებს გვეძახდნენ რა და ხო და ესე იგი ნუ არ ვიცი, ისე დღეში ვიყავით რა და ერთი კოვზი ზიარებაზე იყო, ერთი ამბავი და თურმე ეს ყველაფერი არის, აი როგორ შეიძლება რომ და პროგრესულ ნაწილს ეძახდნენ საკუთარ თავს, ხო გახსოვთ? აი პროგრესული ხარ შენ და ესე ჩვენ ბნელები. ხო და ვაშა-ვაშას უგალობდნენ და ეს ხალხი ისევ დღეს გამოდის და ისევ ჭკუის მასწავლებლად გამოდიან და ისევ ესე იგი გვარიგებენ ჩვენ და იმის ნაცვლად რომ ერთხელ მაინც აი ხა გულისმა ყონდა რაღაცა შეინანონ რაღაცნაირად გაჩერდნენ რაღაცა დაფიქრდნენ თავიანთ ესე იგი რას აკეთებდნენ რას ლაპარაკობენ იმიტომ რომ ხო არ შეიძლება რომ ყოველ 5 წელიწადში მოსანანიებელი გექნას შენი საქმეები რა მერე იყო და ესე იგი LGBT პროპაგანდას დაუწყეს მხარდაჭერა ახლა ტრამპი მოვიდა და ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში და ახლა იმის წვენიათ რა ახლა კიდე რაღაცა ახალი შემოთავაზებები აქვს გაიგე და რაღაცები და აი ეს ყველაფერი არა არის დაფარული რომელი არა განცხადდეს და საიდუმლო რომელი არა საცნაური ყოსო ამბობს მაცხოვრი და რაღაც აი ადამიანი უნდა თუნდაც ბევრი სხვა რამ კიდე აი ხა განცხადდება ბევრი რაღაცები გიორგი არ შეიძლება ქვეყანა ესე იგი მე მახსოვს ესე იგი როგორ დაემხო პირველი ხელისუფალი საქართველოში რაღაცა აგორდა ესე იგი ეს დიდი კამპანია და მე თვითონ იქით ხარეს ვიყავი სამწუხაროდ მე ამას ნანო მე ვიყავი მე ვამბობდი რომ ესე იგი აფხაზეთი დაი არა მაშინ კი მაგრამ იცი რა არა რას ვამბობ იცი რომ ვიღაცას არ ეკონომიკა არა მე არა მინდა გითხრა აფხაზეთში ზვიად გამსახურდია ეს მინდა რომ ვთქვა რა უპრეცედენტო რამ გააკეთა ესე იგი აფხაზეთის პარლამენტში ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში უმცირესობას უმრავლესობა მიანიჭა და უმრავლესობას უმცირესობა მიანიჭა და მე ვიძახდი რომ დავიღუპეთ მეთქი რა რასაც უნდა გაიტანენ ახლა და ყველაფერს გააკეთებენ და ამ სეპარატისტს კიდევ უფრო ააგორებენ ესე იგი დღეს მინდა გითხრა რომ მაშინ ესე ვამბობდი რა დღეს მინდა გითხრა რომ ესე იგი ეს იყო უპრეცედენტო რამ მისგან გაკეთებული რა რადგანაც დემოკრატია არ იცნობს რომ უმრავლესობა უმცირესობაში იყოს პირიქით დემოკრატიული არჩევნები ნიშნავს რომ უმრავლესობა ირჩევს უმრავლესობას ხო და აი სხვაგან წავედით არა იმის თქმა მინდა რომ ნახეთ რომ იმ დროს ესე იგი ჩვენ ესე იგი გარანტია მიცა იმ ხელისუფალმა მაშინ გარანტია მიცა არსებობისა რომ თქვენ მიუხედავად იმისა რომ უმცირესობა ხარ ყოველთვის იქნებით უმრავლესობის წარმოადგენელი და ამას იმიტომ ვამბობ ზოგადად რომ აი ეს დროებითი ესე ვთქვათ აზროვნება აი ეს არ უნდა იყოს ჩვენში და ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ ესე იგი ჩვენს ესე ვთქვათ
პირად ეგოიზმს და ინტერესებს. აი მას ვამბობ. ქვეყანა კი არა, ყველა ადამიანი ეგრე უნდა იყოს, მამო, აი პირად ეგოიზმზე იმართება ყველაფერი და ძალიან ცუდია, მამო, ეხლა წეღანაც რომ საუბრობდით, რომ რა არის ადამიანი, როგორი გაეგოისტებულია, რომ სხვისი აზრი მიუღებელია, მამო, ადამიანისათვის. აი, როგორი რაღაცა იცი, მე ვთქვი და აქ მორჩა და აი პატრიარქი რომ მაგის სიდიდეს ვენაცვალე მე პატრიარქი რომ პატრიარქია მამაო შეგეკითხებოდი მეგო აი დედას გეფიცები რომ შემკითხია მეგონა რომ მეხუმრებოდა თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა რა თქმა უნდა პატრიარქმა 1000-ჯერ უფრო მეტად იცოდა ყველაფერი მაგრამ შეგეკითხება აი უბრალოება რა არის რომ იცი ას განახებს ამითო ჩემთვის ყველა ადამიანის აზრი გასათვალისწინებელი ეს როგორ უნდა იყოს ჩვენთვის იმიტომ რომ ერთადერთი მამო ეხა არ ვიტყვი რა შანსი არ არის მე რომ სადმე ვნახო რაც ეკლესიაშია რა ეკლესიაში რო არის გათვალისწინებული ყველა ადამიანი ჯერ მამო ყველაზე მაგარი ეკლესიას რა აქვს იცით რომ ასაკოვანი ადამიანი რომელიც სხვაგან შეიძლება სადაზღვეო კომპანიაშიც კი რისკის ქვეშ არის და არაზღვევენ წარმოიდგინეთ იმიტომ რომ რაც უფრო ასაკოვანი ადამიანი და ყველაზე დაფასებული არის ეკლესიაში რა აი ვინც კი აი ეკლესიას ებძვის ის ებძვის ყველა ასაკოვან ადამიანს მამო აი ჩათვალე ანუ სწორი გაგებით ეხა ეს არ ამოჭრათ აი რას ვამბობ მე ამით რა ეს რომ ამოჭრან შეიძლება ვიღაცამ ფიქრობ იმიტომ რომ ამათი თავშესაფარი მამო ის ადამიანები ვინც ფიქრობენ რომ აი რაღაცა ვიღაცამ დატოვა საჭირონი არ არის რაღაცა ერთადერთი არის ტაძარში მამო რომ ყოველთვის ეუნება ტაძარი რომ შენ რაც უფრო მეტი წლის ხარ რაც უფრო მუხა ხარ და რაც უფრო დიდი ხნის ხარ მით უფრო ჩემთვის ძვირფასი ხარ და რაც ნიშნავს იმას რომ აგერ ჩვენი პატრიარქი რაც უფრო მეტი წელი ემატება მით უფრო ჩვენთვის არის სანაკებო და დიდი თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით აი როგორ უნდა იყოს მამაო ეკლესია ამ ხრივ აღმატებული ჩვენთვის და პირველი რა იმიტომ რომ ხალხს არ ესმით მამაო ეკლესიას რომ ებძვის ვიღაცა თავის ინტერესიდან გამომდინარე გონია რომ რაღაცა თანამედროვეობა მოაქვს ან რაღაცა და პირიქით ღუპავს სამშობლოსაც და უფროსის პატივისცემას და ყველაფერს აკრობს თუ შეიძლება მამაო აი მასთან დაკავშირებით ხო აი როგორი ის არის რომ ჩვენი გადარჩენა ჩვენ იყვანი აფხაზეთიდან ახლა არა ჩვენ ის აფხაზეთიც აი ეს ტკივილი ჩვენ ხო აფხაზეთის ტკივილი ხო ეკლესიამ და პატრიარქის ლოცვამ გადაგვატანინა როგორ გადავიტანეთ არა როგორ ესე ვთქვათ საერთოდ ერმა როგორ გადავიტანეთ ის საშინელება რა ჩვენ დაგვემართა ხო ის ტკივილი და ის აი ეკლესიის ლოცვაში ეკლესია აი რამდენი აფხაზეთის სამდელოება არის აი ესე იგი მამა გიორგი გურჩიანი ავიღოთ ხო მამა სერაფიმე ჭედია ავიღოთ აი მამა ბენიამინ ბელქანია ჩვენი ძმები არა აი რამდენი არიან არა აი აქით არის მამა გიორგი შენგელაია ვასილისკოს ტაძარიაში მამა ლევან ჯანაშია აი უბრალოდ ახლა უცებ ვინც მახსენდება არა ჩვენი გარდაცვლილი მეუფე სერაფიმე მეუფე დამიანე ხო და აი ეს რამდენი იცით რას ვამბობ რომ რამდენი სასულიერო პირები აფხაზეთიდან წამოსულები არიან დღეს ესე იგი სასულიერო პირები მონაზვნები მღვდელმთავრები მეუფე ანდრია გვაზავა ხო აი ჩვენი ესე იგი რამდენი ჩვენი ესე ვთქვათ აფხაზეთის ისა მეუფე ის რო არის ჩვენი გრიგოლი კაცია გოლირიფშელის ოხმელი კაცია და ესე იგი როგორი და ეს აი ამ ტკივილმა უამრავი ადამიანი გახადა სასულიერო პირი და ეს ტკივილი რო გადაეტანათ ფრჩობლად მოვიდნენ ეკლესიაში რა და აი ღმერთმა ისინი დალოცა დააჯილდოვა და დღეს უფალს ადიდებენ და აი ტაძარი ჩვენი ნავთსაყუდელია რა არ შეიძლება რომ კვირაობით ჩვენ არ დავდიოდეთ ტაძარში არ მივდიოდეთ ტაძარში, არ ლოცულობდეთ კვირაობით ტაძარში და ღმერთს არ ვევედრებოდეთ, რომ ესე იგი ჩვენ ღმერთმა წყალობა არ მოიღოს ჩვენს ოჯახს. ესე იგი კვირადღე რომელზეშიც მე არ წავალ, მე ხო ცოცხლებს არ მოვიხსენიებ. მიცვალებულებს არ ისინი გველოდებიან ჩვენ. ისინი ხო გველოდებიან ეს მიცვალებულები რა. შემდგომად ტაძარში არის სხვადასხვა მოწყალების, ესე ვთქვათ, მიმართულებები. ანუ შენ ტაძრის წევრი როცა ხარ, 8 წელში ხარ შენ. გინდა თუ არ გინდა 8 წელში ხარ. მე უამრავი ადამიანი არის გარშემო. ხო და ეს წრთობაში ხარ. წრთობაში ხარ, სულ წრთობაში ხარ და ესე იგი აი მახსოვს ერთი მაშინ აი პანდემიის დროს ერთი ხალი შეშინდა.
ჩვენი მრევლი იყო, ფეხი არ დაუდგია მიწაზე საწყალს. და მე 6 თვე სახში იყო და იქ სახში მიუტანეს ვირუსი და საწყალი გარდა ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რომელიც საერთოდ არ მოსულა ტაძარში რა. აი ამ ინფორმაციამ შიში ჩააგდო. აი ეს რაც ხდებოდა, აი რამდენია ესეთი შემთხვევა რა, რომ არ ჯობდა რომ თუ ის განსვლის ჟამი იყო მისი მოსული რომ ის 6 თვე ევლო ამ ადამიანს და ეს ხო ღვთისგანგებულებაში ადამიანის ყოფნა არ ყოფნა და აი ამიტომ მიცით რა უნდა სანამ ადამიანს ეტყვი რომ დარჩი სახში და არ მიხვიდე ეკლესიაში კარგად უნდა გაიაზრო რას ლაპარაკობდა, რამხელა დანაშაულს ჩადიხარ, როცა ამას ლაპარაკობ ადამიანი და ესე იგი თავად თუ არ მიდიხარ, კიდე სხვას ნუღარ უნდა უთხრა, იმიტომ რომ იცით რა, ჩვენ ცხოვრობთ ბოლო ჟამში. აი ზუსტად აი ესეთი ხრიკებით იქნება დევნა ბოლო ჟამს და ისეთ მეთოდოლოგიას გამოიყენებენ და ისეთ ესე ვთქვათ რეპეტიცია ჩაატარეს რა მეორედ მოსვლის წინ ნამდვილად აი კაი რეპეტიცია თურმე ეს მსოფლიო მათხელშია ამ როგორც ამბობს მაცხოვარი იმაზე წუთისოფელზე რომ ბოროტებასაზე და ძევსო რა ეს გამოაშკარავდა რომ მსოფლიო ხელში აიყვანეს უცებ და რაც უნდა მთელი მსოფლიო დაგვაპატიმრეს ეს ხო იყო ესე რა 3 წლიანი პატიმრობა ქონდა მთელ მსოფლიოს რა და ზუსტად 3 წელნახევარი იმეფებს ანტიქრისტე რომ მოვა 3 წელნახევარი მშვიდობიანად ესე იგი 7 წლიანი პერიოდი გვეუბნებიან მამები და 3 წელნახევარი როგორც ტრედი მოვა კეთილისყოფელი და 3 წელნახევარი დევნიდეს იქნება ესე იგი ჭეშმარიტ ამსარებლებს და აი ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერად უნდა სულ ვეზიარებოდეთ აი ახლა ტაძარი ღიაა და ყველას გელოდებით რა თქმა უნდა მარხვა იწყება სინანულის დღეები დიახ სინანულის დღეები მოდის სანატრელი დრო მოდის კურნების დრო მოდის აი წყული დაწყულებულნი როგორც აი უძღებიშვილი იყო და ესე იგი აი ამ ცოდვისგან დამძიმებული და გაუბედურებული რომ ღორის საჭმელს ჭამდა და ესე იგი ციო და გაუბედურებული იყო რა აი ამ უკეთური ცხოვრება ხო ადამიანს დაღსასვამს რა და კიდევაც ოდესაც უკეთურად ცხოვრობდა აი ეს უფლისწინებები მაქვს მოცემული და მის საწინააღმდეგო თუ ვიქცევი რაც წერია უფლისწინებებში მაშინ ეშმაკის მსახურებაში ვარ და ის მდგომარეობა ბოროტისა აისახება მისი მსახურების შედეგად ჩემს არამხოლოდ სულზე არამედ ჩემს გარეგნულ მდგომარეობაზე და ადამიანი გაუბედურებულია რა აი აბსოლუტურად მოშლილი აქვს დაკარგული აქვს ადამიანის სახე როდესაც აი ესეთ დროში ცხოვრობს და თუ დავაკვირდებით ესეთი სახეები სამწუხაროდ მრავლდება ჩვენს გარშემო ჩვენ ვხედავთ რომ ადამიანებს სახე აქვს შეცვლილი აბსოლუტურად რა სახეცვლილება აქვს ადამიანის თქვენ და აი და როდის ამჩნევს და თვითონ როდის ამჩნევს მაგრამ ან როგორ უნდა მიხვდეს თუ შეიძლება ბოდიში აი არ გაგაწყვეტინოთ მინდა აი აზრი არის ეგ და როდის ამჩნევ და როგორ უნდა შეამჩნიო რომ შენ წარმართი ხარ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი აი ეკლესიურ ადამიანებს იგივენაირად თქვენ რომ ამბობთ რომ მოუწოდებენ და შემკვლელი ხარ შენი სახარ წირვაზე არ დადგე და ცუდი მღვდელი ხარ და ასე შემდეგ ანუ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მიხვდეს რომ აშავებს იმიტომ რომ ბევრს გონია რომ სიკეთეს აკეთებს. აი, მაგალითად მე რომ ამადავით განვიკითხავ, მგონია რომ მაგარ სიკეთეს ვაკეთებ. რა რაგინად მღვდელი ვამხილე თუ რა ვიცი მე, ანუ ჩემი თავისთვის არ მიმიხედია მღვდელი ვამხილე. ამ შემთხვევაში მამა როგორ უნდა მივხვდე რომ აი აქ ძალიან დიდი პრობლემის ქვეშ ვარ რა. თუ შეიძლება მამა. დიახ, ძალიან რთულია მამა, სხვათაშორის თუ ეგრე ტყუდები ადამიანი, ძალიან რთულია შენ მიხვდე როცა სიბოროტეს ჩადიხარ. ზოგჯერ გონია ეს სიკეთეს ჩადიხარ რა ეკლესიაზე ცუცრო ამბობ მაგალითად. გონიათ რა ვქნა, არ გინახე ეგეთი ადამიანი, აი ათეისტია ტიპი და ანუ გონია რომ მაგარ საქმეს უკეთებს იმას. და რეპორტაჟებს აკეთებენ და უხარიათ რომ ეკლესიის ცუდ რეპორტაჟს ამზადებენ წარმოიდგინეთ. დიახ და რა იცით რა არის, რაზე გაქვს გათვლილი, ესე იგი აი ეს რატო აკეთება? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ შედეგობრივად რას გინდა მიაღწიო. გინდა ის რომ ესე იგი დარტყმა მიაყენო ესე იგი ადამიანის რწმენას. წარმოიდგინე რასაში მდგომარეობაში ვიყენებს ადამიანი თავს და რა ცოდვა რომ მაცხოვარი ამბობს შეუძლებელია საცდური არ მოვიდეს მაგრამ ვაიბის ვისგანაც მოვა ჯობიაო ვირის საფქველი ქვაო ყელზე მოიბასო და ზღვაში გადაიგდოსო ჯობია არ დაბადებულიყო
პირდაპირ ამბობს მაცხოვარი, იმიტომ რომ უფალი არავის გვაპატიებს ადამიანის დაბრკოლებას. არის უნებლიეთ დაბრკოლება, არის რომ მომსვლია, უნებლიეთ ადამიანი რა თქმა უნდა, იცით რა არის? შეიძლება რაღაც ადამიანმა უნებლიეთ რაღაცა ადამიანი ისე იმ წუთას შემოგხედოს რომ დააბრკოლო, მზერით შეიძლება დააბრკოლო ადამიანი. რაღაცა ესე ვთქვათ, ქმედებით შეიძლება უნებლიეთ რა, მაგრამ არის როცა მიზანმიმართული გაქვს ეს დაბრკოლება და გეგმა გაქვს რომ ადამიანი დააბრკოლო, ადამიანს ესე იგი და რა ის ადამიანს მით უმეტეს საქართველოში რწმენა აქვთ ადამიანებს და ამ რწმენით საზრდოობენ ადამიანები და წარმოიდგინე ამას უსპობ რა. ამ რწმენას ეხები და როგორ ბედავ რა ადამიანო რა. სად რას ეხები რა. ისედაც გაუბედურებულ ადამიანს. ამდენი ტკივილი აქვს ქართველ ადამიანს. როგორი ნატანჯი ვართ 35 წელია. მამო, ჯერ ადამიანს სიკვდილს ელოდება. დავიბადე და წარმოიდგინეთ, როდესღაც მიწამო და შემჭამოს. შე რაღაც მერჩი დამანები რა ადამიანო თავი. ეს არის მითხო რა და უნდათ რომ გადაგვარდეს ადამიანი და ესე ვთქვათ რაღაცა ზიანი მიაყენოს მის ესე იგი რა არის იცი რომ შენ რომ შენი სიტყვით რომ ადამიანს დააბრკოლებ და შენ რომ დაუშვათ იცი რომ არ უნდა გადახდე იქ მაინც გაქვს ეს აზროვნება მაგრამ იქ რომ ხალხი გადახდება და დაინგრევა და დაიმტრევა და შენ რომ ტკბილად ხარ მოკალათებული და შენ რომ უნებელი რჩები რა ნამუსით რა როგორ აკეთებ ამას რომ ადამიანები დაღუპე და შენ კიდე ესე ტკბილად ახარ და მშვიდად ახარ და თქვენ მოგეხსენებათ ახლა აპატიეთ ამ ისე ეფშტეინის მასალებს ისა ტრამპმა თქვა რომ ამ საერთაშორისო ფონდებით და ესე იგი ორგანიზაციებით ხდებოდა მიზანმიმართულად სახელმწიფოებში ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ტარება და ესე იგი ფონდები დახურეს რა და რა მე ერთმა სასულიერო პირმა მიამბო ჩემს მეგობარს დაურეკესო და უთხრესო რომ პატრიარქზე მასალას თუ დაწერო, კარგი ისა რა ქვია ანაზღაურება გექნებაო. ახლა ხო საიდან მოდიოდა ეს ბინძური კამპანია წლების განმავლობაში, 10 წლების განმავლობაში რომ სასულიერო პირს თავაზობდა. ის არ იყო სასულიერო პირი, ის იყო ერის ადამიანი, მაგრამ იმან მე ამას დაურეკა და უთხრა რომ ხო არ გაქვსო სურვილიო. ჯერ იმას დაურეკეს. იმან სასულიერო პირს დაურეკა და მან უთხრა რას მელაპარაკები რომ მე კი არაო შენ როგორ უნდა გაბედო ეგო რომ ესეთი რამე ყოველად მიუღებელია. ცეცხლი როგორ უნდა შეიტანო სახშიო და ესე პიროვნებებმა რა იშოვეთ რა ისა ღვთის რისხვა და ცეცხლი შეიტანეს სახში. მე მგონი ვიღაცებს დააწერინა. ხო, ვიღაცებს რა ვიცი. ესე იგი ხო და ეს ბინძური კამპანია საპატრიარქოს წინააღმდეგ, ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, რა ეს მიმართული არის კაცო ახლა იმართება და ეს ბინძური ფული შემოედინებოდა თურმე და აქ მიდიოდა თურმე ამის ესე იგი მაქსიმალური ესე იგი გამოყენება რომ ყოფილიყო პირდაპირი დაბრკოლება ადამიანებისადმი და ესე იგი ჩვენ გახსოვთ შობადობა პატრიარქმა რომ მაგის მერე დაიწყო სხვათა შორის. ისე მაგის მერე დაიწყო, იმიტომ რომ ცოტა ხანი დაისვენეს. 2 და 7 და 2.8% შობადობის ევროკავშირში და ევროპის ქვეყნებში ყველაზე მაღალი შობადობა ჰქონდა პატრიარქმა 2009 წლიდან რომ გამოაცხადა მესამეს მონათლავ. ესე იგი, წავიდა შობადობა საქართველოს ძალიან და მე როგორც კი ნახეს რომ შობადობა მოიმატა, საშინელი ბინძური კამპანია დაიწყო და იცით რა, იმის ნაცვლად რომ ჩვენ მთელს ქართულ საზოგადოებას პატრიარქის ინიციატივა ესე იგი გამოგვეყენებინა, გაგვეპიარებინა ეს ვთქვათ, ხო? პოპულარული გაგვეხადა, ყველგან ამაზე ყოფილიყო საუბარი და კიდე რაღაცით გაგვემაგრებინა ეს პატრიარქის, ვთქვათ, ინიციატივები, დაგვეჯილდოვებინა დაუშვათ, ვინც მესამე შვილს გააჩენს, რაღაც დაუშვათ, ხო, წახალის საზოგადოება. როგორ გაუშვით ეს ხელიდან ეს ხელა და არაფერი არ არის გაშვებული, ჯერ ყველაფერი აქ აგვაქვს ჩვენ. და იმის ნაცვლად იყო ისეთი საშინელი კამპანია პატრიარქის წინააღმდეგ რომელმაც გენდერი ამხილა, გენდერის თეორია. პირველი ადამიანი იყო, რომელმაც თქვა, რომ ეს გენდერის თეორია, რომ სოციალური ფონით შეიძლება სქესი განისაზღვროს ადამიანისო,
თქვა და ეს ვინ არის დინების საწინააღმდეგო ტრამპი და ამერიკა ამ ხელს ამას ყველაფერს ხო სამწუხაროდ ევროპაში ეს არის ეს ახლა ჯერ კიდევ ეს ესე იგი ლიბერალური ფაშიზმი რომელიც აუცილებლად ქრისტიანული ფასეულობებით უნდა ჩაინაცვლოს და ევროპა უნდა დაიბრუნოს ის ფასეულობები რომელიც ყოველთვის ჰქონდა მას რა და აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ აი ამიტომ იყო ეს რაც ხდებოდა ჩვენს გარშემო და აი ამიტომ უნდა დაფიქრდეთ ჯერ სანამ რამეს გააკეთებ რომ გათვალო რომ მე არ შეგწყვე შენი ნამოქმედ არის 10 წლის მერე და თუნდაც 5 წლის მერე რასაც ვაკეთებდი და აი ამიტომ ძმანო და დანო უნდა ვიყოთ აქტიური მაზიარებელი აქტიურად უნდა დავდიოდეთ ტაძარში უნდა ვეზიარებოდეთ უნდა ესე იგი ადამიანები ღმერთს ვადიდებდეთ ყოველ 4 მცნება პირველი 4 მცნება არის ღვთისმსახურებითი მცნება დანარჩენი 6 მე-5-დან მე-10-ს ჩათვლით არის ადამიანის მსახურებისა და აი ამ 4 პირველი 4 მცნებიდან პირველი 3 არის ესე ვთქვათ სულიერი დარიგება როგორ მე ვარ უფალი ღმერთი შენი და სხვა ღმერთი არ ყავდეს კერპი არ შექმნა ღვთის სახელი ამაოდ არ მოიხსენიო მესამე მცნება და ერთადერთი მცნება რომელიც ესე ვთქვათ შრომით ვალდებულებას ესე ვთქვათ ავალებს ადამიანს ეს არის დიახ აი 6 დღე იქმოდე და მე-7 დღე წმინდა ხავ ანუ უფალი მეუნება მე რომ შენ მოდი მე-7 დღე შვილო ტაძარში წმინდა ხავ რას ნიშნავს ღვთისმსახურებას მიუძღვენი ლოცვას მიუძღვენი და ესე იგი ეს შენ დაგლოცო გაკურთხო შვილო მოგანიჭო ძალა და მადლი და ბედნიერება და იმ მარადიული ცხოვრების გემო აქვე გაგემო იმიტომ რომ ჩვენ რომ გარდავიცვლებით მე კი არ უნდა ვიფიქროთ სულიერებაზე აგერ უნდა აი უკვე გვიანია იქ საქმეები ამეწყდებიან იქ ვერაფერი აღარ გვიშველის და აი ამიტომ აქ უნდა გავხდე მე ღმერთის შვილი და ვინანე ვენაცვალე უფალს ხო დიდება უფალს კაცო რამხელა სიხარული არის რამხელა ბედნიერება აი შენი ნახვა როგორ მიხარია გიორგი და როგორ გვიხარია მამა დაუშვათ პატრიარქის ნახვა როგორ გვიხარია და წარმოიდგინე რომ ღმერთის განცდა რა ბედნიერება როცა აი ღმერთი ნელ-ნელა განახებს თავის სიდიადეს და ენით აღუწერელი დიდება და სიხარულია ხო მოუკლებელი და დიდების მეტყველებაში ხარ ღმერთო სულ ადიდებ ღმერთო რო ცხოვრება მომანიჭე რო ესე იგი სიცოცხლე მომანიჭე და სიცოცხლესთან ერთად მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა მომეცი აი ეს წყალობა მომანიჭე მე და აი ბედნიერებაა რა თქმა უნდა რომ ეს მომეცა და აი ეს რითი მოიპოვება კვირადღის ფსნებით მოიპოვება ეს და აი ამ კვირადღის ფსნებით კიდევაც მოყვასი სიყვარულს სწავლობ ანუ ღვთის სასწავლებელი ღვთის სკოლა არის ტაძარი ქრისტეს ეკლესია მისი თავი არის ქრისტემ ეკლესია დაარსა თავის საზოგადოება მისი თავი ქრისტეა და როცა მე ტაძარში დავდივარ ეკლესიაში მე ვიზრდები მე ვძლიერდები და აი ყველას მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ როგორც უძღები შვილი მივიდა მამასთან როცა მთელი ერი მივალთ მამასთან და ჩვენ უძღები შვილი ვართ და უფალი ეუნება თავის მამას ძე მამას ეუნება რომ მიუტევე უფალო რამე თუ არ აიციან რასა იქმან აი ესეთი ღმერთი შვილები ვართ რომ მამასთან შუამდგომლობს განკაცებული ძე კაცისა ხო ძე ღმერთისა ძე კაცისა და ეუნება რომ მიუტევე უფალო რამე თუ არ აიციან რასა ვიქმ და აი ესეთი ღმერთი შვილები ვარ და მოვიდეთ მამასთან მოვინანიოთ სოდები უფალი გველოდება იცი რა ღმერთს შეუძლია რომ ახლა აქ ანგელოზნი ჩამოიყვანოს ესე იგი ბრძანებები მოგცენ რაღაც აი შეერაღებული ძალებით დადგნენ და აბა ერთი არ შეასრულო რა არა ხო ღმერთს ესე არ უნდა და შენი თავისუფლება აბა სახელმწიფოს რომ რამე რომ უნდა საზღვარს გადაკვეთავ იქ ჯარი უდგას ღმერთს ეს ერთ წამში შეუულია რა რომ შენ დაგიმორჩილოს და ესე იგი მოგიყვანოს ტაძარში და მაგრამ ღმერთს უნდა რომ შენ არჩევანი გააკეთო კი ბატონო ღმერთს უნდა რომ მისი მონაკე არ იყო მეგობარი იყო მისი ძმა იყო და მისი და იყო რა და აი ეს არის ქრისტიანობა და სიყვარულია და
რა თქმა უნდა ჩვენ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა აი შედეგი ამ ჩვენი ეკლესიურობისა უნდა იყოს ღვთის სიყვარული და ადამიანის სიყვარული და აი როგორც თქვენ რა კარგად თქვით რომ ვინც გიყვარს იმას როგორ იფარავ რა იმას როგორ ვცდილობ რომ გაამართლო და თქვა რომ არა ესე არ გაუკეთებია იმას ესე უნდოდა რა რატო იმიტომ რომ გიყვარს აი გიყვარს და ღმერთს ხო ყველანი უყვარვართ უზომო და ეს უთხრა თავის მამას რომ უფალო მიუტევე რამე თუ არა იციან რასა იქმანო რა და ჩვენ ესე უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ და უნდა ესე იგი ვეფერებოდეთ ერთმანეთს, უნდა ვინდობდეთ ერთმანეთს, პატიობდეთ ერთმანეთს. დანდობა რაც გაქრა, სამწუხაროდ ჩვენ აი რამაც შეიძლება ღმერთთან დაგამეგობროს, მამო, ის გააქრო, აი შუაში გაწყდა ის ძაფი, რომელიც არის, აი ღმერთს ეხა, აი უბრალოდ ეხა ფიქრობ ხოლმე, ეგეფიცებთ ყველაფერს, რომ ჩვენ თუ რო გარდავიცვლებით, ხო უნდა მოხვდეთ ღმერთთან, რა, აი ღმერთის სახში, უბრალოდ აი როგორი ადამიანი შედის თქო. რომელიც სხვას ინდობს, სხვაზე დარდობს, სხვაზე ზრუნავს და ასე შემდეგ და აი ამ ჩვევებიდან მეთქი ჩვენ რა გაგვაჩნია და ღმერთისთვის რა უცხონი ვართ, ხო? წარმოგიდგენთ, მაგ დანდობა ჩვენ არ ვიცით. რაღაცა დაემართება გაწირვა ჩვენ ვიცით. რაღაცა მოხდება და საერთოდ ზურგს ვაქს. აი ყველაფერი რაც კი შეიძლება რომ 60-ს გაშორებდეს და ჯოჯოხეთს გაახლოვებდეს, ყველა ჩვევა არის წახალისებული შენით. წარმოიდგინეთ, აი ძალიან რთული არის უბრალოდ, აი როგორ შეიძლება ღმერთთან მიხვიდე ამ პირით, მამო, აი დღეს თუ გარდაიცვლები, ხარ იმ თამასაზე, რომ შენ ღმერთს მოაწონო, აი ესეთმა თავი ვერა, ხო, სამწუხაროდ ჩვენ და მე გული გწყდება ხოლმე რაღაცებში, რომ არ გვიმართლებს რაღაცა, ხო, კი, გასაგებია, ხო, რაღაც, მაგრამ ხო ჩვენ ავირჩიეთ ეს მამო, იმიტომ რომ ყველაზე დიდი გამართლება რა არის, რომ მე შეიძლება მატერიალურად არ ვიყო, იმით არ ვიყო, ამით არ ვიყო, მაგრამ ღმერთი არ დავგმო და ღმერთს არ დაგმობა რაშია რომ მის შვილს ყურადღება მივაქციო. მამო, ეხა თქვენ წარმომადგენელი ხართ და იქ ხართ წარგზავნილი ჩვენი საპატრიარქოდან დიდი სიყვარულით მოვიკითხა პოლონეთის სამრევლოს აი აქედან დიდი პატივისცემი და ფერაძე, მამო, გრიგოლ ფერაძე, რა გააკეთე, საერთოდ რო არ იცოდა ისეთი ადამიანისათვის დადო თავი. ეს თავდადება, მამო, დღეს აღარ არის. აი ქრისტიანებშიც კი ძალიან ცოტაა, მამო, რა, იმიტომ არის რომ არ ხდება ისეთი რაღაცები, რაც ხდებოდა ადრე და რაც მერე წმინდანს ხდიდა ადამიანს, იმიტომ რომ ღმერთმა იცის რომ მოხდეს, ხო, ჩვენ ვერ გაუძლებთ, ყველა ღმერთს გავყიდით, მამო, და ეს არის ეს მოცემულობა არის, იმიტომ რომ მე ხო ვიცი, მამო, უკვე სახში არის სიზღი და სიძულვილი შემოჭრილი. აი ოჯახის წევრებში აი ის რომ სიტყვაზე ვიღაცას ფრანგი ეზიზღებოდა, ეხა ფრანგზე კი არ არის. თავის მამიდაშვილები და ისინი ეზიზღება. წარმოიდგინეთ, მამო, ზიზღმა რამხელა ის დაიკო. თუ შეიძლება, მამო, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დაუთმოთ ადგილი ზიზღს რა. და აი იმას, რომ აი ამ სიცივეს და იმას, იმიტომ რომ აი გუშინაც მოძღვარი მყავდა და ამბობდა რა, მამო, რომ კვირასო ჩვენ რო წირვაზე ვეზიართ, ორშაბათს რატო არ გვეტყობაო და რა მართალი არის, ხო? აი კვირას მე რო წირვაზე ვიყავ, ხა იქ ხო თან წარმოვიდგინე ქრისტიან ჩვენ შორის და იგივე ხალხთან, რა ვიცი, გადამულად შენ გენაცვალე და აბა აი რაღაცა იმას გილოცავ, ამის ხსენების დღეს, იმის ხსენების დღეს მარხვაზე შემინდე რაღაცა და ორშაბათს იგივე ადამიანს შენ რო ჩაუქროლო და ისეთი სიგნალი მივციან, რამე არ ვაპატიო, რა ვიცი. ორშაბათს რატო არ გვეტყობა? თუ შეიძლება, მამო, რატო არ ეთყობა დღევანდელ ადამიანს ის მადლი, რაც ქრისტემ დაგვაფერთხა, ხო, თუნდაც ჩვენი ადამიანობა, ხო? დიახ, აი ეს სიმხურვალე, დიახ, აი კარგად თქვა მოძღვარმა ძვირფასმა, რომ იმიტომ შეიძლება ხდებოდეს ჩვენს თავს, რომ ჩვენ აი ეს ტრადიცია ქრისტიანული ცხოვრებისა უნდა წამოვიღოთ უკვე ტაძრიდან. ანუ უნდა განვავრცოთ ეს. თუკი მე კი ბატონო, აი ახლა უკვე აქ საუბარი რაზეა, რომ წირვას დავესწარი, მაგრამ მე უკვე აი დავუშვათ, იცი როგორ არის 7 გზის ლოცვა მოვიდა და აი ერთი რა არ წავიკითხა 7 გზის ლოცვას. ისე რაღაცა იქ უფრო რაღაც სხვას უყურებ, მაგარ ფილმს უყურებ, რაღაცა ვესტერნი გადის, რაღაცა იმას ფეხბურთს უყურებ და აი ლოცვა რო უნდა წავიკითხო რაღაცა. აი ახლა ის რო ლოცვა არ წავიკითხე, ხო სიმხურვალე დავაკელი ჩემს სულს. ესე იგი დილასავდე კი არ ვილოცე, ისევ დავაკელი. ხო და აბა ეს თავისით კი არა აქვს ადამიანს ეს ძალმოსილება. ჩემს გარეშე არაფერი ძალგიცთო და სულ აი ეს მხურვალება, სულიერი მხურვალება და რაზეც საუბრობ, ძალიან კარგად ვიცით ხო ქრისტიანებმა, რომ ლოცვას მოაქვს სიმხურვალე, ლოცვას მოაქვს მადლი. მადლი არის ის ძალა, რომელითაც ჩვენ შევძლებთ გვიყვარდეს მოყვასი
და ავიტანოთ ეს მოყვაზის ყოველგვარი ასე ვთქვათ, ტკივილი და თუ ეს წყარო არ მივიღე მე და მუდმივად არ განვაახლე, მაშინ ძალიან გამიჭირდება, რა თქმა უნდა. და უკვე ვიქნები როგორც სხეულებრივი, ესე ვთქვათ, ფიზიკური აზროვნების მქონე ადამიანი და ვერ დავიმუხტოთ, მამა. და დავიმუხტოთ მადლიდან. ლოცვა, ახლა და კიდე რას მოხავს, თუ შეიძლება. რამოდენიმე სათნოებას თუ ჩამოთვლი. კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის ლოცვა, სწორი სარწმუნოება. ეს არის, რა თქმა უნდა, სიმდაბლე. სწორი სარწმუნოება როგორ უნდა მივიღო? მართლმადიდებლური სარწმუნოება. ესე იგი, უცვალებლად. არ შეიძლება რომ ესე იგი ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვამბობდეთ რომ იცი რა 25 დეკემბერს ძველით კი ნუ აღნიშნავთ ეკლესიურად, არამედ ახალი კალენდრით აღნიშნოთ და იმის გამო რომ 1 იანვარს გოჭის ხორცი ვჭამოთ. ეს გოჭის ხორცის ჭამის გამო შეიძლება რომ სარწმუნოება რაც კალენდარი რომელიც წმინდა ნიკოლოზმა დაგვიტოვა სპირიდონ ტრიმიფუნტელმა 318-მა წმინდა მამამ დაგვიტოვა. ამ სარწმუნოებას ეხებოდე. ამ რაღაც დიდ სულიერ საგამძურს. და ეს წმინდა მამებმა ის კალენდარი რომელიც ინდიქტიონი რომელიც ის იულიუსის კალენდარი რომელიც არსებული იყო იმ დროს რომის იმპერიის დროს და ეს საეკლესიო კალენდარს გადააკეთეს და ისეთივე წმინდა გახადეს როგორც ტაძარია წმინდა და ამ განს ეხებოდე და რაღაცას თამაშობდე რა ხან ახალ სტილზე აღნიშნავდე ხან ძველ სტილზე რა არის ეგრეა ის ახალ სტილზე ვინც არიან ახლა აღდგომას ვერავინ ვერ შეცვლის უკვე სარწმუნოებრივი ცვლილება გამოხდეს ის იმიტომ რომ დოგმატი არის მიღებული აღდგომის აღნიშვნის აღდგომაზე კიდევ რაღაცას ვერ ცვლიან აღდგომას ვერ ცვლიან და აღდგომასთან დაკავშირებულ ყველა დღესასწაულს როგორც წინდებარეს ხო მანდ ვერაფერს აკეთებენ მაგრამ ნახე აღდგომიდან 58 დღეს იწყება ყოველთვის პეტრე პავლოვის მარხვა გადახტებიან ახალ კალენდარზე 13 დღეს აჭრიან იმიტომ რომ 13 დღით ხო წინ მიდბის და პეტრე პავლოვის მარხვა აღარც აქვს შარშან არ ქონდათ ერთი დღეც შარშან რახან გვიან იყო აღდგომა პეტრე პავლოვის მარხვა ვინც ახალ კალენდარზეა არ ქონდა ეს არ არის ისა სიმწირე სარწმუნოები როგორ უნდა შეეხო ამას კაცო და თან რა არის იცი რომ თან ყველამ კარგად იცის რომ ზეგავლენის შედეგად მოხდა ამ კალენდრის ცვლილება ანუ ეს ცოტა სხვა თემაა მამა არა მაგასო სწორი სარწმუნოება არა სწორი სარწმუნოება მაგას სინოდმა დაამტკიცა და როცა შენ გეუბნება ეკლესია რომ ესე იგი ეს მტკიცე და დაიცავი შენი სარწმუნოება უნდა დაიცვა კაცო ეს შენია რა და წმინდა მამებისაგან ბოძებული და მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებელი ბრძანდები და ამას გაფრთხილება ჭირდება და არავითარ შემთხვევაში ესე იგი ასევე სიმდაბლე რა თქმა უნდა რა თამდაბლობა იერარქიის მიმართ მშობლის მიმართ ჩვენს წინაპრებზე უფრო ნაკითხი ვართ მაგრამ მეტი ინფორმაცია გვაქვს მაგრამ მეტი ინფორმაცია ნაკითხები ხო მეტა ვიყოთ არა მე ბაბუებზე რომელთა წერა-კითხვა შეიძლება არ იცოდნენ მე გეუბნები და ნახეთ მე მოვესწარი ამ ხალხს მე პატარა ვიყავი მაგრამ ახლა 50 წლის თქვა 40 წლით ადრე და 45 წლით ადრე ის 100 წელს მოწეული ხალხი მყავს დანახი უკვე რომელიც იყო იქით საუკუნეში დაბადებული რა ესე იგი მე-19 საუკუნის დასაწყისში და ეს ხალხი მათ ჰქონდა ტრადიცია ლამის მე-18 საუკუნის აღზრდილი ხალხისაგან ხო ესე იგი რას ვამბობ ნახეთ 5 ჯერ რომ ჩაგეარა პატარა ბავშვს 4 წლისა ვიყავი და 5 ჯერ ადგებოდა ქუც მოიხდიდა 2 მეტრიანი ხალხი წარმოიდგინეთ ახლა ეს რა კულტურა იყო ბატონო რა როგორი პატივისცემა იყო ადამიანი დიახ გესმით რა საუბრობ პატარა ბავშვზე მაგლაპარაკი კაცო პატარა ბავშვი რო ჩაივლიდა ხალხი დგებოდა და ქვეც მოიხრიდა ერთმანეთის მიმართ როგორი პატივისცემა იყო ადამიანი და ეს არის თამდაბლობა ბატონო ისინი თქვენ თავიანთი ქმედებით ჩვენ თამდაბლობას გვასწავლიდეთ პატარა ბავშვებს და ჩვენ ესე იგი რო ვეკითხებოდით ეს რას ნიშნავს ბაბუ თქვენი ბაბუები ასე აკეთებდნენ შვილო ეს არის პატივისცემა ადამიანის მიმართ რა
და აფეხზე ადგომა და ქედის მოხრა დღეს ესე ვთქვათ კი არა აი ქედის მოხრა კი არა არესალმებიან თუ ესალმებიან კიდე რა მისალმება ისმის ქუჩაში და ვინ როგორ ესაუბრება ერთმანეთს ბატონო და თავად ბატონო ეტყოდნენ მამაო ყველაზე მაგარი აიყო რომ ახლა დღეს დადონის ხალხი იყვნენ რომ მტერს რო კლავდნენ იმასაც პატივს ცემდნენ მამაო წარმოიდგინეთ რომ აი ხო იყო მტერი ხა ალუდადან მოყოლებული წარმოიდგინე ხა ამხელა რაღაცას აკეთებდნენ ხო რომ აი წარმოიდგინეთ უღირსად არავის აი გარდაცვლის და იმას არ მოიქცა აი წარმოიდგინე შემოსევა იყო და წარმოიდგინე ვიღაცა მტერი შემოვიდა და მასაც პატივს ცემდნენ წარმოიდგინეთ მამაო რა დონე ქონდათ რომ გარდაცვლა იმას ისე არ დააგდებდნენ ცხოველის საჯიჯგნათ რაღაც წარმოიდგინეთ მამაო რა მიუჩენდეთ თავის იმას ადგილს და ის აი ესეთი ხალხის შემდგომ რომ ესე ცოცხლად ჩვენ მტერსაც რო კარგად ექცეოდნენ იქაც ღირსებას ხედავდნენ რომ ისიც ის არისო რომ წარმოიდგინე საკლავსო მამაო რო კლავდენო ევედრებოდ ბოდიშს უხდიდნენ წარმოიდგინეთ რომ სხვა გზა არ გვაქვს უნდა შეგწიროთ წარმოიდგინეთ და სავედრებელი ლოცვები ყოფილი მე არ ვიცოდი მამაო ბოდიშს უხდიდნენ რა მამაო თურმე წარმოიდგინე სანამ რომ იმდენად ის იყო რომ აი ესე წარმოიდგინეთ მამაო და დღეს აი ეს ერთად აი რაღაცა ძალიან ცოტა ერთმანეთის მიმართ როგორი ზიზღით ვართ განწყობილი მამაო აი ელემენტარულ მედიაშიც ხო ჩანს 10 არხია და ყველას ერთმანეთი ეზიზღება მამაო თუ რამეს ნორმალურ სიტყვი ხო საერთოდ შეიძლება გადაგიარონ და რაც კი კაია ყველაფერი ყველგან დაბლოკილია მამაო მადლობა ღმერთს ეს საათები არის ჩვენთან ხდელი მამაო სადგინახია ხა საათი და 2 საათი აი რომელ არხზე შეიძლება რომ დასვო გამორიცხულია და აქ აი მამაო მართლა ძალიან დიდი მადლობა ამათ რომ ესე თუ როცა ეკლესია სჭირდება როცა პატრიარქი სჭირდება აქ არის ნომერ პირველი მამაო ეგ არის გათვალისწინებული და მადლობა უფალს რა 17 წელია მამაო აქ სასულიერო პირს 2 და 3 საათი კვირაში აქვს და 5 საათის და აი ეს არის ძალიან დიდი რა მამაო რა და მადლობა ამ არხს რომ ესე ღებულობე რა ჩვენ ვართ ეგ პატრიარქმა აკურთხა მამაო ისიც და დიდ მადლობა მართლა მინდა რომ მადლობა გითხრათ ეს არ მომსვლი ეხლა იმათ მომივიდა რომ მადლობა იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მამაო სულდგომა სამით ბევრი პატიმარი ბევრი ის და მადლობა მართლა იმ ადამიანებს ვისიც აი რაღაცა იდეაც არის და თან კიდე მხარდაჭერა არის რაც თავარია და დიდი მადლობა იმ ადამიანებს ვინც ხელს მიწყობთ რა ყველას აბსოლუტურად და მამაო თუ შეიძლება კიდე რომ აი ეს მადლიერების გზნობა 3 წუთი დარჩა როგორ შევინარჩუნო და всё იმიტომ რომ მე თუ აქ მადლობას არ ვიტყვი მამაო ვერავის ვერ ვასწავლი აქედან ღმერთის სიყვარულს ან რაღაცას მე კი არ ვასწავლი უბრალოდ აი რაღაცნაირად რომ მოუწოდო რაღაცა რომ ადამიანები ერთმანეთი გვიყვარეს რაღაც იმიტომ რომ ისო შემოხედავს რომ მე აქ ვარ და ამათი უმადურიო ან ვიღაცის ეს უკვე ჩემი ნათქვამი სიტყვა არ იქნება რა ისა რა ქვია დამაჯერებელი დიახ მადლიერება არის თვითონ მადლის წყარო და უმადურობა არის უბედურება რა ადამიანისა ბედნიერების წყარო არის მადლიერება და თავშიც ამაზე დავიწყეთ ლაპარაკი და ისე ვიგდაუბრუნდით რომ აუცილებელია ემოციის გამოხატვა ადამიანის მიმართ აუცილებელია მე მადლობა გითხრა გიორგი იმისათვის რომ ჩვენ ერთად ვართ იმისათვის რომ მადლობა თქვენ რომ ხართ და აი ეს აუცილებელია რომ ადამიანი რომელიც შენთან ტკბილად მოვა მე უცნომელი ხო არავინ არა ვარ და მე მოვედი და ძმაო აღარ უნდა იქ შენდობა მე რომ მოვდივარ და ტკბილად გესაუბრები უკვე ეს შენდობას ნიშნავს რა მე მოვდივარ და გეფერები შენ უნდა ქრისტიანობა ეგ არის რა აბა რა არის ქრისტიანობა ჩვენ ქრისტე პატიობს უთვალაო რამეს და გეუნება ერთი პირობით იცოდე სხვასაც აპატიე ის მცირედი რომელიც არის 10 გრამის 10 გრამის არის იმას რო არ აპატიე ხო და არის 100,000 ტონა გაქვს საპატიებელი და 10 გრამი აპატიე მათ ხო არის რა ისიც როგორც ამბობს პავლე მოციქული ღვთისმოყვარეთათვის ყოველივე აღესრულება კეთილად ჩვენ ყველაფერი რა ჩვენს გარშემო ხდება ღვთის სკოლაში ვართ და მე ისე უნდა მივიღო და ისე უნდა გავაკეთო რომ ქრისტეს ვასიამოვნო აი ახლა მე ისე უნდა ვიქცეოდე რომ აი მე ქრისტეს ახლა საღამოს გაკვეთილს ვაბარებ ხო აი ესე უნდა ვიყო გამოცდა და ესია და მის სკოლაში ვართ ქრისტიანები ვართ ქრისტეს როგორც სკოლაში დავდიოდით ჩვენ ქრისტიანები ყველანი ვართ ქრისტეს სკოლაში და რასაც ქრისტე გვიგზავნის იქ უნდა ჩვენ მოვიქცეთ ქრისტიანობა რომელიც უფალმა ღმერთმა შეგვაძლებინოს და დასასრულისკენ ბოლოს ვიტყვი რომ ყველას გელოდებით ტაძარში ყველას გელოდებით ძმებო და დებო მობრძანდით ტაძარში რომ მარხვა სინანულის ერთად აგვასრულო და აღდგომა სიხარულის
უდიდესი და შენდობას თხოვთ ყველას. უდიდესი შენდობას თხოვთ, აი ახლა კვირას არის შენდობის დღე. არავინ არ უნდა დარჩეს, ვისაც არ დაველაპარაკებით და ვისაც არ მოვეფერებით და არ ჩავიხუტებ. მირქმა ეგ არის. კი. მირქმას ვინც აღნიშნავთ, ყველამ უნდა ჩავიხუტოთ ჩვენი მოკლასი და ნებისმიერი ადამიანი ჩვენს გარშემო. უდიდესი მადლობა, უღრმესი მადლობა იმედია თქვენ შენდობას მიიღებს, ვისაც ეუნებით აუცილებლად ყველას ჩვენც მეც აი ბოდიში გიხდით იმისათვის, რომ ხანდახან არ გამომდის ხოლმე, ხანდახან ხისტო ადამიანი ხარ და რაღაცნაირად ხანდახან ისეთი ვერ იქნები და ხვალ კიდე ერთხელ გეტყვით აუცილებლად ამას. მე მინდა რომ მადლობა უთხრა მართლა მე აი იმ ადამიანებს, ვინც აი მართლა ჩემთან ჩემს გვერდით დგან რა იმ მამებს. სადაც მამა ალექსანდრემ წეღარო დაგულოცა დავალოცინე თავი ბოლქვაძემ ეს აი მართლა არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემთვის აი ყველაზე ნომერ პირველი მაგალითია პატრიარქის მერე და მადლობა იმისათვის რომ არის მთელი თავის ოჯახი და მინდა რომ გიორგი თევდორაშვილს მაპატიეთ აი ბოდიში ხდი 2 წამით და დაბადების დღე მიულოცო ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვო მამაო მართლა ვერდებით მამა გიორგი თევდორაშვილს საყვარელი კაცი ჩვენთვის ხო და ვერდებით ამ მომწონს ვიყვარხარ მამა გიორგი ხო და უშიშარი ასთავარი და აი იმედი მაქვს მამო აი ჩემზე რო დაურეკოს ვინმემ და რო აი ჩემზე რო უთხრას რომ აი ეგ ცუდი ადამიანი მაინც გვერდში დამიდგება და მადლობა ამის აი თანადგომა და იმედი არის სხვადასხვა თქვენი იმედიც მაქვს და ბევრი ისეთი ადამიანის იმედი და მადლობა რომ ხართ რა ჩემთვის ხარ ძალიან დიდი სიმდიდრე და დიდხან სიცოცხლე და დაგიმუნდებით საღამოს ხვალ 8:30-ისათვის მამა გიორგი თევდორაშვილთან ერთად და აუცილებლად გვიყურეთ აბა ვნახოთ ერთ დაბადების დღეზე ხო არ ვილაპარაკოთ ხო მაგას ვიქ დროებით მე გახდით გიორგი დარასელია მამა დავით კონჯარია გახდა ჩვენი სტუმარი დიდი მადლობა ჩვენ ზემოთ სტაფი ვინც არიან აი მართლა უღრმესი მადლობა რომ ხართ ჩემთვის ხართ აი ერთად ვიზდებით ჩვენ და იმედი ხართ ჩემთვის და დიდი მადლობა ყველა პატიმარს კიდე ილიას რა ვიცი ყველა ვინც არიან ჩემი მეგობრები და ჩემი პროდიუსერები აი ყველა კარგად ზანდებოდეთ დროებით